ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ შობა ახალ წელს. შობა ახალ წლის მადლი გეწეოდეთ თქვენ და საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დღეს არის ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა სილვესტროსი რომის პაპისა და ღირსისა მამისა ჩვენისა სერაფიმე საროველისა. სერაფიმე საროველი ძალიან ახლობელია ჩვენთვის. იმათი მადლი გეწეოდეთ თქვენ და საქართველოს. დღეს ჩვენ ყავს დასაჯილდოებელი საღვთაება. დეკანოზი კახაბერ ღაჟონია დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს დეკანოზი ალექსანდრე ქასრაშვილი, რომელიც მოღვაწეობს კუმურდოს ეპარქიაში, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ტალების უფლებით. აქსიოს დეკანოზი იოანე წკეპლაძე დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს დეკანოზი ანტონი ბეჟანიშვილი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს დეკანოზი ზაზა ბეჟანიშვილი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს დელმონაზონი სერაფიმე ჩეკურიშვილი დაჯილდოებულია ოქრო ჯვრის ტარების უფლებით და ახვანილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს გუდელი იოანე წუწუნავა დაჯილდოებულია ოქრო ჯვრით და ახვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს გუდელი ზაქარია შონია დაჯილდოებულია ოქრო ჯვრის ტარების უფლებით და ახვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს გუდელი გიორგი კალანდია, რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით წირვებს ასრულებს ყრუმუნჯებისათვის. დაჯილდოებულია ოქრო ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს გუდელი დავით გელბახიანი დაჯილდოებულია ოქრო ჯვრის ტარებით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს გუდელი იოსები ხოხონიშვილი დაჯილდოებულია ოქრო ჯვრის ტარებით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს
მგდელი გელასი ყვარაცხელია დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლები და ახვანილია დეკანოზის ხარისხი. აქციოს. მგდელი გიორგი კიკვაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარებით და ახვანილია დეკანოზის ხარისხი. აქციოს. ილოცებიან მილდიანების გვარი, დალოცვილი იყავით, გაიხარეთ, გაგამრავლოთ უფალმა, სახელითა მამისათა, დadzისათა და წმინდისა სულისათა. დღეს ასევე ილოცება წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველოს სასწავლებელი სასულიერო პირებისათვის, რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით 2010 წელს დაარსდა ახალ ქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში. სასწავლების რექტორია მიტროპოლიტი ნიკოლოზი. ლექციებს კითხულობენ ქართველი სასულიერო და საერო პირები, ასევე მოსკოვის წმინდა ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტისა და მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგები და სხვა ქვეყნებიდან მოწვეული სასულიერო პირები. დღეისთვის სასწავლებელი დაამთავრა 40-მდე სასულიერო პირმა. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს. ღმერთმა დალოცოს მეუფე ნიკოლოზი, რომელიც თავდადებულად შრომობს ამ ეპარქიაში, სახელითა მამისათა, დadzისათა და წმინდისა სულისათა. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ შობა ახალ წელს. არის დიდი აიაზმის კურთხევა. წელიწადში ორჯერ ხდება ნათლისღებას და წინა დღეს. 4 შაბათს იქნება წირვა და წირვის შემდეგ იქნება კურთხევა დიდი აიაზმისა და 4 შაბათს საღამოს იქნება დიდი ლოცვა და 5 შაბათს არის ნათლისღების დღესასწაული და მეორე კურთხევა, დიდი კურთხევა აიაზმისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ჩვენთან არს ღმერთს.